ცოტა ჩემთვის გაურკვეველია ბატონო ნიკოლოზ, როდესაც ჩვენ საუბრობთ რომ ამერიკა კარგია, მაგრამ ტრამპი როცა არის, არ არის კარგი და ამას ლაპარაკობს ოპოზიცია, ხო? ესე იგი ეს გამოდის ის რომ ზუსტად ესეთი შედარება მინდა მოვიყვანო რომ როდესაც მაგალითად ცალი ხელით რაღაცას აკეთებდა, ცალი ხელით ცდილობ რომ უფრო მეტი სარგებელი მიიღო, აი დაახლოებით ესეთი განცდები მეუფლება. მე იმიტომ რომ როგორ შეიძლება რომ თან იძახო რომ ამერიკა კარგია და თან იძახო რომ ამერიკის პრეზიდენტი არ ვარგა. ანუ აბსოლუტურად წარმოუდგენელია. აქედან გამომდინარე ეს ნიშნავს იმას რომ ეს ადამიანები რომლებიც აი ესე გაკიოდნენ რომ თუნდაც ზელენსკი იყო ლიდერი აი ამ პროცესების. აღმოჩნდა რომ ლიდერი კი არ იყო, რასაც ჩვენ ვიზახდით რომ ტაკი მასხარა იყო, აღმოჩნდა რომ ტაკი მასხარაა. უბრალოდ სახელი დაარქვეს, რაც რო გავიდა, დაარქვეს სახელი. და სამწუხაროდ ამ პროპაგანდას აყვნენ ეს ადამიანები, რომლებიც ეხლაც ცდილობენ რომ რამენაირად თავი იმართლონ და ამ პროცესებში მაინც გამარჯვებულად გამოვიდნენ, მაგრამ რა თქმა უნდა გამარჯვებულად ვერ გამოვლენ, რაც არ უნდა იყოს, იმიტომ რომ გინდა არ გინდა ეს ბრძოლა მათთვის დასრულებულია. და ფაქტია, რომ როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები იძახის, რომ ზელენსკიმ უნდა დადოს ზავი რუსეთთან იმოცებულობით, რა მოცემულობაც არის, ეს პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ უნდა შეწყდეს ომი. და ომი თუ შეწყდება, ეს ნიშნავს იმას, რომ ოკუპაცია, ანუ დაკარგავს ტერიტორიებს კვლავ უკრაინის ესე ვთქვათ, უკრაინა დაკარგავს ტერიტორიებს და ეს კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება იმისკენ, რომ რუსეთი რომ უძლებელია და რუსეთი არ არის ეს რომ მითი არ არის ფაქტია. ამიტომ ჩვენმა პოლიტიკოსებმა უნდა გაიაზრონ, რომ ვისთან გვაქვს საქმე. არათუ ეს ტაკი მასხრობა და ჯამბაზობა, ხო? ფაქტია, რომ რუსეთი დღესდღეობით არის უძლეველი, ვერ ამსხრევენ, ვერც დაამსხრევენ, იმიტომ რომ მათ, ანუ ფაქტია, რომ სოფლიოს გადანაწილება მიდის. ამაზე ღიად უნდა ვსაუბრობდეთ. ეხლა ბატონმა სწორედ აღნიშნა, ანუ აღნიშნა, რომ რუსეთო მე აღარა ვარ, ეხლა პროამერიკელი ვარო და ეგრე გამოდის მართლაც, ხო? იმიტომ რომ ფაქტია, რომ ჩვენ რო ვიძახით, ბატონი ტრამპიც გამოდის და ნუ მთელი ტრამპი ეხლა ჩვენ უტრირებთ, თორე ტრამპი კი არა, მთელი ამერიკა გამოდის, ხო? თავისი მანქანებით და ამორჩეველებით და გამოდიან და იძახიან, რომ ეს ესე უნდა იყოს და ეს ნიშნავს იმას, რომ მთელი ამერიკის შეერთებული შტატები გამოდის და იძახის, რომ ტრამპის პოლიტიკა არის სწორი და ბაიდენის პოზიცია ის რომ რუსეთ-უკრაინის ომი წამოიწყო იყო მცდარი. ეს არის ფაქტი. ამიტომ, რავი, თუ გინდათ რუსეთ-უმეები გვეძახეთ, თუ გინდა ამერიკელ-თუმეები გვეძახეთ, ფაქტია რომ ჩვენი სამშობლოსათვის ვიძახით სიმართლეს. და ეს შესაძლებელია ვიღაცისთვის საწყენი იყოს, ვიღაცისთვის შეიძლება საქილიკო იყოს, მაგრამ ჩვენ ვიცით რომ ჩვენი ყოველი განცხადება ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. ეს არის მთავარი და აი ეს ხალხი რომელიც იქ განან ბატონო ნიკოლოზ თუ იქნებოდა ისე რომ მათი განცხადებებიც თანხwebdriverში იქნებოდა ჩვენი ქართულ ხალხთან, მე ძალიან გამიხარდებოდა, მაგრამ ნახეთ დააკვირდით მათი განცხადებები მიმართული არის მხოლოდ მათ ესე ვთქვათ პატრონებთან. თუნდაც ისო ტრამპს აგინებენ, ეხლა გინება ხო დაუწყეს, აი გამოვიდნენ და თქვენს რომ უვიცი ხეპრე და უწოდეს ტრამპს ესეთი სიტყვებით, ხო? აი ჩვენ ახლა ვიხილეთ ეს კადრები. აქ კი ბატონო ხიხო და ეს პირდაპირ ნიშნავს რომ თავისი უფროსები უნდათ რომ ამით ასიამოვნოთ და სხვა არაფერი, ანუ თავისი პატრონები. თორე როგორ შეიძლება ერთ შემთხვევაში შენს მოკავშირე სტრატეგიულ პარტნიორს თან ანუ ესე ვთქვა იქიდან კონკრეტული დავალებები მიიღო, რაღაცა შეასრულო და მე უცბად უწოდო ხეპრე. ესე იგი ნიშნავს რომ შენი დამვალებელი არათუ ამერიკის შეერთებული შტატები, არამედ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც სახელმწიფო ინტერესებს ეწინააღმდეგება და უცხო ქვეყნის აგენტურაში მუშაობს, ისინი ავალებენ აი ამ ადამიანებს და ეს არის ფაქტი. და ყველაფრის კადრებლები არიან ის საზოგადოება, რომლებიც აი ახლა ტრამპს უწოდებს უვიც და ხეპრეს. იმიტომ რომ როგორ შეიძლება ჩვენ დავიჯეროთ ამ ადამიანების, რომლებსაც აი რა ქვია, კიკუსავით არიან, რა თანხას გადაუგდებენ და ეგრევე იხდიან.